სიგარეტი მოვვრჩი და ახალი ვიდეოც დავიწყე რა. დღეს ისე 28 აგვისტოა, მაგრამ 29-ში ნახულობთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ წინ სწრება მინდა რომ დავაბრუნო რა. რაღაცნაირად და სხვანაირად არ გამოდის თუ ორი ვიდეო ერთად არ გადავიღე, ისე არ გამოდის. ხო და явი გუგი წეღა მიძახთი რომ მინდოდა ვილაპარაკო ნერვიულობაზე თქო და დღეს ვილაპარაკოთ მოდი ნერვიულობაზე. რამდენად უაზრო და ნეგატიური რაღაცა არის ნერვიულობა რა, ანუ ნერვიულობა ვერასდროს ვერაფერს ვერ ცვლის, მაგრამ ადამიანები იმდენად სუსტი რაღაცები ვართ, რომ გვინდა არ გვინდა ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული ხოლმე. აი მაგალითად ნერვიულობთ. როცა ნერვიულობთ, თქვენი ორგანიზმი ალია კოჩი არის და ის რაღაცები ალბათ რაც გამოიყოფა ტოქსინები უფრო არის, ვიდრე დამხმარე ნივთიერებები. ამიტომ ნერვიულობის დროს ბევრად უფრო ნეგატივს ვუკეთებთ საკუთარ თავს, ვიდრე რაღაც დადებითი შედეგი მოაქვს. ასე რომ რაღაცნაირად უნდა შევეგუოთ იმას, რომ რაღაცა ყლეობა თუ მოხდება ბოდიში გინებისთვის, რაღაც ცუდი თუ მოხდება, მოხდა. შევეგუოთ, ამ ყველაფერს ჯობია. იმიტომ რომ აზრი არ აქვს ნერვიულობას, ნერვიულობით გამოსწორებული საქმე მე პირადად ჩემს ამ 30 წლიან კარიერაში არსად არ მინახავს რა. ანუ არაფერი არ მიგრძნია, რომ ვიღაცა შეიძლება ნერვიულობით რაღაცა უკეთ გამხდარიყო რა. ანუ აი დაუშვათ ჩვენი ოჯახის რომელიღაც წევრი არის ცუდად. ღმერთმა ყველას კარგად გიმყოფოთ რა თქმა უნდა. მაგრამ აი მამაჩემი და დედაჩემი აღარ არიან პატარა ასაკის და ნერვიულობ ხოლმე ხშირად ნერვიულობ, მათ ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელობაზე ნერვიულობ, მე ჩემი ჯანმრთელობაც სანერვიულო ხდება ვიღაცებისთვის რა. ხო და ეგეთ ცუდ რაღაცა რო არის, რაღაცნაირად შევეცადოთ ხოლმე რომ არ ვინერვიულოთ, იმიტომ რომ შედეგი არ მოაქვს. აი უბრალოდ ყველამ ვიცით ეს ყველაფერი თან რა. ანუ ვიღაცებს შეიძლება არ გიფიქრიათ აქამდე ამ კონკრეტულ ფაქტზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველამ შინაგანად კარგად იცის, რომ ეს ნერვიულობას აზრი არ აქვს რა. ანუ როცა ძალიან ინერვიულებს ვიღაცა თქვენს გარშემო, თქვენ ეტყვით, რომ კაით რა, რას ნერვიულობ, ამას შედეგი არ აქვს. მაგრამ ეს არასდროს არ გვეხმარება ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც ნერვიულობთ, ჩემი აზრით. ხო და რაღაცა სხვა გვაქვს მოსაძებნი და აი მაგის მოძებნის იმაში ვარ რა. ჩემი აზრით ყველაზე კარგი ნერვიულობის დროს არის ადამიანებთან ენერგიების მიმოცვლა. იმიტომ რომ ვიღაც ადამიანი თუ ცდილობს თქვენს დამშვიდებას, ესე იგი მათ ძალიან უყვარხართ, ხო? ან შეიძლება საერთოდ არ უყვარხართ, მაგრამ ვიღაცა უცხო ადამიანიც რო ჩაგეხუტოთ მაგ დროს, მისი დადებითი ენერგია თქვენსთან გადმოდის და გინდა არ გინდა შენ შედარებით მშვიდდები რა. ხო და ამის გამო მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ისეთი გვაქვს გასაკეთებელი, რაც დაგვეხმარება ნერვიულობის დამარცხებაში. ნერვიულობის დამარცხება არ იქნება მარტივი, მაგრამ შესაძლებელი იქნება აუცილებლად. ასე რომ შეგიძლიათ წინასწარ არ ინერვიულოთ არაფერზე ხოლმე და ყველაფერი კარგად გექნებათ. ჩემი აზრით. საერთოდ გამიწყდა ახლა აზროვნების ფუნქცია რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ რასაც საუბრობდი, ავტომატურად ვილაპარაკე. ანუ არც ვიცი რა ვთქვი რა, ანუ ეხლა მინდოდა გამეგზავნებინა და ვერ მივხვდი სად გავჩერდი. ნერვიულობა იწვევს დიაბეტს. დიაბეტს ყველაზე მარტივი ისაა რა, ყველაზე მარტივად რასაც იწვევს ჩემი აზრით რა. და მანდა გამოდიან ეხლა ვიღაცა ადამიანს აი წარმოგიდგენთ რომ მე მაქვს დიაბეტი. და აი დაუშვათ ჩემს მეგობარს არ აქვს დიაბეტი. და იმ ჩემო მეგობარმა ჩემზე ნერვიულობით რო აიგიდოს დიაბეტი არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე მე რაღაცა მაქვს ცუდი. ეს ჩემი ცუდი დამალვას აზრი არ აქვს რა. ანუ როცა რაღაც სანერვიულო თემა გაქვთ, აუცილებლად უნდა ინერვიულოთ, მე თუ მკითხავთ. მაგრამ უნდა ინერვიულოთ არა მარტომ, არამედ ვიღაცებთან ერთად. ანუ სხვებს უნდა გაუზიაროთ თქვენი სანერვიულო რაღაცები და შემდეგ ის ადამიანები შეეცდებიან და დაგეხმარებიან კიდევაც. აუცილებლად ექნება შედეგი ამ ყველაფერს რა. ეს არის ფაქტი. მეტი არაფერი არ ვიცი რა გითხრათ რა. უბრალოდ ყოველთვის ეცადეთ რომ ვიღაცასთან ერთად იყოთ, როდესაც ნერვიულობის პირას ხართ, იმიტომ რომ თუ მარტო ხართ ნერვიულობას ბევრად უფრო ცუდი ფიქრები მოაქვს ხოლმე ვიდრე სხვა რამის. ასეთივე რაღაცაა შიშიც რა, რაღაცა უაზრობების რო გეშინია ადამიანს. ჯობია რომ ვიღაცას უთხრა რომ იცი რა, ესეთი რაღაც ხდება და მეშინია. მაგრამ ძალიან გვიჭირს აღიარება რაღაცების და ასე რომ საბოლოო ჯამში მივდივარ იმ ფაქტზე რომ თუ რაღაცას ნერვიულობთ, ყველაფერი გეტყობათ. ანუ აი რო არ მოგატყუოთ, ყველას ყველაფერი ეტყობა. მეც რა თქმა უნდა. სანერვიულო, შიში, ყველაფერი ყოველთვის ყველას გვეტყობა.
ამიტომ საერთოდ არ არის საჭირო რაღაცა უაზრო ნიღბების სახეზე აფარება და მე ამითი თავის დაჯერება და სხვების მით უმეტეს რომ ვითომ ჩვენ ძალიან კარგად გვგრძნობთ თავს იმ დროს, როდესაც აი გამქრალები და წაშლილები ვართ სახეზე. რა გვეტყობა ეს ყველაფერი და მაინც ვერ ხვდები ხალხი რატო ცდილობს ხოლმე ამ ყველაფრის დამალვას რა. მეც ეგრევე ვცდილობ ხოლმე, რო არ მოგატყუოთ. თუ რაღაც პატარა მინიმალისტურია, მაგრამ დიდი როცა არის, ჯობია გასკდე ეგრევე, რომ ბევრად უფრო კარგად იგრძნო თავი. თან ლაპარაკი რატომღაც ეგეთ რაღაცა არ მეგონა თავიდან მართალი რა. როდესაც ვიღაცა ადამიანს ელაპარაკები, ყოველთვის უფრო მეტად წყნარდები. რაც არ უნდა დებილობა ხდებოდეს რა. ყოველთვის უფრო წყნარად გრძნობ თავს იმის მერე, რომ ვიღაც რაღაც გაუზიარებ. აქედან გამომდინარე, თქვენს ცხოვრებაში მოძებნეთ ისეთი ადამიანები, ვისაც რაღაცებს გაუზიარებთ, ისე რომ არავინ არაფერს არ გაიგებს რა. ის ადამიანი გაგიგებს, იგრძნობს რომ შვიდად ხარ, ან ვერ იგრძნობს რომ შვიდად ხარ, დაგეხმარება რაღაც გამოსავლის პონაში. აუცილებელი არ არის და კიდე ის არ მიყვარს რა. როდესაც ადამიანის დამშვიდება გჭირდება, არ არის აუცილებელი რაღაც გამოსავლების შესთავაზო რა, ან რაღაცაზე რომ ნერვიულობს. მაგ დროს ჯობია რომ უბრალოდ მოусმინო და აი არაფერი არ უთხრა რა, პროსტა რომ მოусმინო, ეგეც კი ისე დაეხმარება ვერ წარმოიდგენ. მაგალითად ახლა რაღაცა პრობლემა რო გაქვს და შენ რომ პრობლემაზე ვიღაცასთან ლაპარაკობ და ის რო გეუბნება, აი ესე ქენი, ეგ არ გჭირდება, არავის არ გჭირდება. ჩვენ თვითონაც ვიცით, რა შეიძლება ვქნათ, ან რა შეიძლება არ ვქნათ. აქედან გამომდინარე, ჯობია რომ ცოტა უფრო სხვანაირად შემოვხედოთ რა. მონერვიულე ხალხს. ბევრად უფრო ბედნიერები ვიქნებით თქვენ თუ ეგრე დაგვეხმარებით როგორც მე ვიძახი. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ. შეიძლება სხვები სხვანაირად იყვნენ, მაგრამ არ ამგონია რა, მაინც საბოლოო ჯამში მარტო თუ ხარ ადამიანი, ბევრად უფრო მძაფრად გაიცდი აი თითის გაჭრასაც რა. აი თითი რო გაიჭრა მარტო რო ხარ, შეიძლება ისტერიკა დაგემართოს, პანიკა დაგემართოს, სისხლი რო დაინახო, ვიღაცებს ხო სისხლზე აქვს შიში რაღაც. დაეწყოს და ძალიან ცუდად დამთავრდეს ეგ ყველაფერი რა. ანუ შიშისგან ვერაფერი ვერ გააკეთოს და ამ სისხლმა დაცალოს რა. სისხლისგან დაიცავს. რაღაც არარეალური ვერსია მოვყევი, მაგრამ მეტაფორულად თუ რავი, თეორიულად სადღაც რაღაც რეალობაში ხო შეიძლება მოხდეს ეგ ყველაფერი. ხო და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ეძებეთ ხოლმე ისეთი ადამიანები, ვინც თქვენს გვერდში უნდა იყვნენ. ძალიან ბევრი რაღაცა დამოკიდებული იმ ადამიანებზე, ვინც თქვენს გვერდში არიან. აი მაგალითად, მე რო ლენკა მყავს, მე მყავს ლენკა. ლენკა არის აი ქვარკინა, ჩემ აი როცა რა დაგჭირდება, აი რაღაცა თამაშებში რო არის რა, აი ხო იცით რა, რაღაცა ოქრო გაქვს, მეტალი გაქვს, რაღაცა გაქვს და გაქვს ერთი რაღაც, რაც ყველას შეგიძლია მიამატო რა და დაგეხმაროს ეს, რომ ნებისმიერ რაღაც შეუძლია რომ გახდეს. აი ეგეთი ადამიანი არის ლენკა ჩემთვის რა, იმენა აი, როცა მჭირდება ქვარი, როცა მჭირდება რკინა არის, როცა მჭირდება ოქროა, როცა მჭირდება წყალია, რავი. რა, აი ეგეთი ადამიანები მოძებნეთ ცხოვრებაში რა. მარტო ლენკაც კი საკმარისი არის მე რომ შვიდად ვიყო ცხოვრებაში მაგისტრის რა. მაი მარტივად რო გითხრათ რა. აი ეგრე უნდა იყოთ რა. ყველა უნდა იყოთ ეგრე. და თქვენი მეორე ნახევარი რო რამე მარტო თქვენი მეორე ნახევარი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის რომ თქვენ ბედნიერი იყოთ. აი განაცხოვრება. всё, მეტი არ. მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა სხვა ხალხიც და ეს სხვა ხალხიც გჭირდება რა ასე თუ ისე. იმიტომ რომ ხანდახან თქვენს მეორე ნახევართან შეიძლება გქონდეთ პრობლემა და ამაზე ლაპარაკი რო გჭირდება თქვენს მეორე ნახევარს შეიძლება ვერ დაელაპარაკოთ. მაგრამ მეგირჩებდით რომ მაინც თქვენს მეორე ნახევარს დაელაპარაკოთ და ბევრად უფრო მშვიდად იქნებით. სწორი ადამიანის არჩევა ცხოვრებაში მთელი თან ცხოვრებისთვის არის ყველაზე სწორი ნაბიჯი ადამიანისთვის. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება რომ არ ინერვიულოთ, ბედნიერები იყავით, სხვების გაბედნიერებასაც შეეცადეთ და გაკვაცეთ გულში. მიყვარხართ ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, რაც გინდათ ის გქონდეთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ. მადლობა დიდი.